იუნგი ზოგადად საუბრობდა იმაზე, რომ თუ ადამიანმა კაცობრიობამ ვერ შეძლო ჭრდილთან დაახლოება და ჭრდილის ენერგიის ინტეგრაცია ფსიქიკაში და ერთიან ცნობიერებაში, ეს არის დესტრუქცია. სამყაროს დასასრული სწორედ ეგარი, რომ ადამიანი ვერაცნობიერებს, რომ ცნობიერება ერთიანია, ჩვენ იზოლაციაში ვართ, მხოლოდ ილუზიაში, მე ვარ და შენ ხარ. და უფრო მეტი რამ გვაერთიანებს ვიდრე ყოფს. სინამდვილეში ერთმანეთის სარკისებრი ანარეკლები ვართ. ამ პრინციპით მე მგონი რომ ასტროლოგიაშიც რაღაცა ეს მუშაობს, ხო რომ რასაც ხვდები სამყაროში, ეს არ არის შემთხვევით. ხო, ყველაფერში დევს რაღაც სინქრონულობა და რაღაც. ჩვენ რა არის საინტერესო, აი მინდა მე შენებურად ახსნა. როცა ესა ჭრდილთონზე ვლაპარაკობ ჩამთვარეზე. არის კარმო ასტროლოგიაში ისეთი გამოცდილება, რომ ჩვენ ორივე პოლარობებში ვიყავით, ხან ერთში ვართ, ხან მეორეში. აი მაგალითად, შავი მთვარი ვერძი რო ავიღოთ, ან მკვლელი იყო, ან მოკლული იყო. ორივეგან იყო სულ. ხან ერთი არქეტიპი ერთვება, მეორე ინკარნაციაში მეორე. თუ შავი მთვარე მორიელში არის, ერთხელ იყო, თქვათ, შურის მაძიებელი, манипуляტორი, შემდეგ ცხოვრებაში ვიღაცის манипуლირების ხერხული არის. და კარმულ ასტროლოგიაში მთავარი მისი არის, ჯაჭვი გაწყდეს. არც იქით იყო, არც აქეთ. ანუ საერთოდ გათავისუფლდე ამ როლისგან და რაღაც სხვა მესამე გზაზე დადგე. რომ მაგალითად მორიელისთვის აღარც ხერხული იყოს, ან აღარც манипуляტორი, მაგრამ იყოს უკვე რომელიც უსმენ სამყაროს ენერგიებს, საკუთარ თავს, ეხლა შავი მთვარი მორიელში არის ცაზე და განსაკუთრებით მაგიტომ გავამახვილე ყურადღება. და მართო არა სხვები, ან გმართონ არა სხვები, მაგრამ შენ მართო შენი ემოციები, შენი თავი და ეს არის მესამე გზა, ოღონდ კონსტრუქციული, ანუ სელენაიდიაში როგორც იქცევა. მაგრამ ლილიტის ენერგიას რო ხვდებით, ყველას გვაქვს ერთი და იგივე შოკი, დავინახე, შევისიცხორცე, ვიგრძენი, მაგრამ ხვდებით, რომ მე არ მინდა აქედან წასვლა. ეს იმდენ ჩემია, რომ მე არ ვიცი სხვა გზა. მერე იწყება გამოუვალი მდგომარეობის განცდა, რომ ვერც უშვებ, ვერც რჩები და რაღაცა. და ენერგია არ გაქრება. არ გაქრა, აქ ვარ, რაღაც უნდა მოუხერხო, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რომ მე პასუხი არ მაქვს, რა მოუხერხო და დავაკონსერვე. მესამე გზა არსებობს. ვიღაცა იყოს ამ ჩემს ლილიტთან ერთად და იგრძნოს მე რასაც გრძნობ და ეს აღმოჩნდა სამკურნალო იმ მომენტში. და მან მივხვდი, რომ ის თერაპევტი მჭირდება, რომელსაც გავსი სიხშირე აქვს ამ ჩემ ლილიტურ ენერგიასთან და შემდგომ უკვე მივხვდი გამოსავალი. და ეს შეიძლება დაიტიოს შენი ენერგია, ისე რომ არ გაგაკრიტიკოს, ერთ სიხშირეზე ვიყავით. კრიტიკაზე ის აღარ იყო. ისიც გრძნობდა და მეც გრძნობდი, ერთად გრძნობდით და მე ჩემს ტკივილთან მარტო აღარ ვიყავი.